სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1985 წლის 5 ოქტომბერს. ჩვენ ვართ 33 ნაწილზე და ის გაყოფილია A და B-თ. სანამდე ამ კითხვას გავცემდეთ პასუხს, რომელიც ძალიან საინტერესო კითხვა არის. მე უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ თუ რა საშინელი არის, როცა მთელი ერი ისტორიულად ჩაფლული არის არასწორ თეოლოგიაში და არასწორ სწავლებაში. აი ლაპარაკია ხდება სიკვდილზე, გუშინ დაისვა კითხვა სპეციალურად ახლა არ ვახსენებ მაგას, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება საუბარი უკვე Skype-დან Discord-ზე გადავედით, Skype-ს გადაეხადა ქელეხი და Discord-ზე იქნა პირველად უკვე ჩვენი შეკრება მოხდა და იქ იყო კითხვა დასმული სიკვდილის გარდაცვალების შესახებ, კონკრეტულად იგავი დიდარი და ლაზარესე. იგავი ეს მე-16 ლუკას ახარების, ხოლო მანდ არის მოცემული და პიროვნებას აინტერესებდა რაღაცა კითხვა, რომელიც ჯონ მაკარტურს ბევრჯერ აქვს ნახსენები, მეც ამაქვს ნათარგმნი, მეც მოვიძიეგ და იქაც ჩვენ დრო აღარ ქონდა და გადაიდო რომ დღეს გვექნება საუბარი. უბრალოდ მე როცა მე პარალელებს ვეძებდი ჩემს არხზე, ხომ, სად ქონდა ეს ნათარგმნი და მინდოდა დეტალურად ამომეღო ეს ამის შესახებ, ამომიყარა წარმოიდგინეთ ამ თემაზე ლაპარაკია რა ემართებათ გარდაცვლილი სულებს, სად არიან გარდაცვლილი სულები, ამომიყარა ვიდეოები ქართულ სფეროში. 28,000 შესვლა ქონდა თეოდორ გიგნაძის საუბარს. კიდე იყო ვიღაცა ჩიხლაძე, მგონი თემურ ჩიხლაძე თუ თემურ რაღაცა აღარ მახსოვს. კიდევ იყო ის გიორგობიანი და ეს რო არის მსახიობთან ერთად რო იჯდა ხოლმე ის გიჟი, იმასაც ქონდა და კიდე ვიღაცა მღვდლებს პატარა, მაგრამ ყველაზე ავტორიტეტული იყო თეოდორ გიგნაძე. გესმით? აი წარმოიდგინეთ რა, ესე იგი, როდესაც ერი იზრდება და ამათი ესე ვთქვათ იკვებება, აი ამ აზრით. და კონკრეტულად ეხება ეს რაზეა ლაპარაკი, რომ გარდაცვლილი სულებს შეუძლიათ მაგალითად ჩვენი ლოცვის შესმენა, ღმერთ შეუძლია რომ აქედან ჩვენ დავეხმაროთ მათ. აი როგორც განსაწმენდელი აქვთ კათოლიკეებს, ასე აქვთ რაღაცა ისეთი მდგომარეობა, სადაც ჩვენ შეგიძლია მათი ყოფა შეცვალო მარადისობის, გესმით? და პირდაპირ ილია მეორე ხო თქვა და დაელაპარაკეთ თქვენ მშობლებს, გარდაცვლილებს. წარმოგიდგენიათ და აი ამაზე მთელი საუკუნეები, რამდენი ხანია ქართველები აი ამ რწმენით ცხოვრობენ. და როდესაც შენ არ გაქვს მთლიანი პასუხისგებლობა, რომ შენ ამ ცხოვრებაში თუ არ მიიღე იესო ქრისტე ჯოჯოხეთში მოხვდები და აღარაფერი აღარ გადაგარჩენს, ბუნებრივია რომ როგორი იყო მათი დამოკიდებულება ხალხისადმი. ბაგრატიონები, თავადები, რასაც უნდა აკეთებდნენ, ხო? ყიდნენ მონებს, აუპატიურებდნენ გლეხებს. ეხლა კიდე ნახეთ რას უკეთებს ილია მეორეს ამ ხელდასხმით საქმოსნები ქართველ ერს ექსპლუატაციას უწევენ. ნახეთ რა რას უკეთებს, ხო? 10 წელი ადამიანი ამუშაო ერთი და იგივე ხელფასზე 1000 ლარი მიცე და არ მოუმატო. ეს იგივე გაუპატიურება არ არის? და ის ფონი ისეთი შექმნა ფონი, რომ სახვეწარი იყოს, გესმით? და შენ მადლიერი უნდა იყო, რომ 1000 ლარი გააქვს. ისეთ ფონს შექმნიან, ხო? რომ ზოგს შეიძლება 300 კონდეს, 400 ისიც არ კონდეს, ზოგი შეიძლება მშიერი მოკვდეს და მათხოვრობა იყოს. გესმით? და წახვიდე მერე ეს მიატოვო. ნახეთ, ეს ხო ყველაფერი იქიდან არის, რომ შენ პასუხისგებლობა, accountability ქვია ამას ინგლისურში. შენ პასუხისგებლობა გზნობა არ აქვს. გესმით? მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ახლა ათეისტი გასაგებია კაპიტალისტები, რომლებსაც არ აწამთ. და პირდაპირ საჯაროდ ამბობენ ამას, ხო? ვერ მოთხო მაგათ. და უფრო ჰუმანისტები შეიძლება ეგენი იყვნენ, ხო? აი დასავლეთში გეუბნებით სკანდინავიურ ქვეყნებში აქაც, ვიდრე ისინი, ვინც ამბობენ, რომ ქრისტიანები არიან. და ეს ხდებოდა კათოლიციზმშიც. ისე გაშტერდნენ, მიაშტერდნენ ამ იმას და ისე აუნთეს წვანე შუქი, რომ ყველანაირად რა ფეხებზე ეკიდათ ესა. და ღმერთი რა სიტყოდა და მოიგონეს კიდევაც, ხო? აი ამაზე იყო ლაპარაკი ჯონ მაკარტურმა ილაპარაკა, რომ მონების ექსპლუატაციას როგორ ამართლებდნენ ამერიკაში. სანამდე სამოქალაქო ომი მოხდებოდა შავკანიანთა, რომ ეს არის ქამის წარმო, ესე ვთქვათ, შთამომავლები და ამათ ცხოველის დონეზე არიან და ამათ მაინც არ ჭირდებათ. ხედავთ როგორ ამართლებს ადამიანი, ისე ძალიან ძნელია ღამე დაიძინო, ხო?
Აიც პასუხი ერთ-ერთი მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე ამის შედარება. გადახედეთ კათოლიკურ ქვეყნებს, გადახედეთ მართლმადიდებლურ ქვეყნებს, სადაც გაგება არის სიკვდილზე ეს, რომ არა ერთხელ ჩვენ ვიბადებით და ერთხელ გადავიცვალებ და ერთხელ არის განკითხვა და всё დამთავრებულია. იქიდან გამოსვლა აღარ შეიძლება. და ზუსტად ამიტომაც არის ეგ იგავი მოცემული მდიდარისა და ლაზარის იგავი თვითონ იესო ქრისტეს მიერ. და დანარჩენზე თავი შევიკავებ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე მერე და არ მინდა ვინმეს გაუფუჭო ახლა ეს რაღაცა ესე. მაგრამ აი ამან დამაფიქრა მეთქი მე ძალიან რა, რომ რა ყურადღებით არის მოსაპყრობი, ვის უსმენთ ხალხო და ვისგან ვიღებ ჩვენ საკვებს. ვინ გვასწავლის? ავტორიტეტი მათთვის არის, ხო თეოდორ გიგნაძე, იმ პასუხს მე არც მაინტერესებს, ხო ვიცი იმ დავიდვე რას გაცემენ, ხო პასუხს. ისინი გაცემენ მამებით, დაგროვილი ცოდნებით, თავიანთი შეხედულებით და არა წმინდა წერილზე დაყრდნობით. მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით, უნდა იყოს დასკვნა გაკეთებული, პარალელებით და არა მარტო ერთი კონკრეტული იგავით, რომელიც იესო მოყვა, ხო? რომ თლიანად ჩვენ ვიცოდეთ ღმერთის შეხედულება ჯოჯოხეთზე, რა შეხედულებაა და როგორ გადარჩება ადამიანი და იქიდან შეუძლიათ მათ გამოსვლა თუ არა. ეს არის ადამიანმა შეამსუბუქა. ღმერთის ეს კაცრი კანონი ადამიანმა შეამსუბუქა, რასაც აკეთებენ ადამიანები. აი როგორც აკეთებენ, როცა ესე თქვათ, როცა აყვავდა ნუში, ხო? დიახ, როდესაც мама შულს ზოგას. გესმით და არჟის კაცრად. ხო და იცით ხო რა ხდება დღეს საქართველოში და ყველგან რომ კანონის უზენაესობა არ არის. თუმ ადამიანად უყურებს, მე ხო არ დავში და აღარ ლაპარაკობ სიკვდილი დასჯაზე. სიკვდილი დასჯა, ახლა სტალინმა რო გაწირა და ისა ეგ არ ითვლება. ეგ მიბაძვით გააკეთა სტალინმა თავისი ეგოსთვის და თავისი ამ იდეოლოგიისთვის. ეგ არა, ლაპარაკია იმაზე, როდესაც შენ მართლა მოსიყვარულე მამა ხარ და შვილი შენი აშავებს, მაგრამ იცი ამ დასჯით ღმერთმა დააკანონა ეს და ღმერთმა დაწერა ეს კანონები, მასთვის სულისთვის უკეთესი იქნება და შეიძლება ხორცს ევნოს კიდევაც. გესმით? ასე რომ აი ეს ყველაფერი ერთმანეთზე აკინძული არის, როცა ერთ რაღაცას შეცვლი, ყველაფერი ინგრევა მერე. მოდით მოусვინოთ ახლა ამ კითხვას. ალის სვავს, ალი ალბათ ალექსანდრია ან ალენი ხშირად შემოკლებით ამბობენ ხოლმე. როცა ბიბლია ახსენებს ადამიანის გულს, აქ ფიზიკური გული იგულისხმება და ძალიან საინტერესო შეკითხვა არის, ეს შეიძლება ბევრსაც თქვენს გქონდეთ ზუსტად როცა ლაპარაკია სული, სამშვინელი, ხო, ხორცი და ასევეა გული, გონება, როგორ არის ეს, ხო? ემოციებს რა აკონტროლებს, გონება და ტვინი რას იმაშვება. აი მოусმინოთ ახლა ჩვენ ალს. მე მქვია ალი, გამარჯობა ჯონ და მე პირველ რიგში მინდა ღმერთი განვადიდო იმისათვის რომ მე აქ ამაღამ ვიყოფები და მადლობა გადაგიხადო თქვენ იმ სწავლებისათვის, რასაც თქვენ აწარმოებთ გრეისის ჩვენი მადლის სათემოს ეკლესიაში. ეს მოხდა ჩემი მშვენიერი ცოლის მეშვეობით, როდესაც ის გავიცანი 10 თვის წინ და მე მოვედი თქვენთან ამ ეკლესიაში მორჩილებაში. მშვენიერია ჯონ მაკარტურმა მოუწონა და მადლობა ამისათვის. და კითხვა. ჯერ მინდა ორიოდე მუხლი წავიკითხო ბიბლიიდან და მერე დაგისვათ შეკითხვა. პირველი არის მარკოზის მე-11 თავში 23 მუხლში, სადაც იესო ამბობს: ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ვინც ამ თასს ეტყვის, აიღე და ჩავარდი ზღვაში და გულში არ დაეჭვდება, არამედ წამს ეს ყველაფერი მოხდება და მას მიეცემა. ახლა რომელთა მე-10 თავის მე-10 მუხლში ასევე ნათქვამია, რადგან გულით წამს ადამიანს და შემდეგ მარკოზის მე-12:30-ში ნათქვამია და გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით. არ მინდა გულით ეჭვი შევიტანო და გულით მჯეროდეს და აუცილებლად მინდა მთელი გულით მიყვარდეს უფალი. მაგრამ ზუსტად ვერ გავიგე ჯონ რა არის გული და რა იგულისხმება გულში. არ ვიცი ეს არის ფიზიკური ჩვენი გული, რომელიც სისხლის ერთგვარი ნასოსი არის და ტუმბავს სისხლს და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, შესანიშნავი კითხვა. რა არის გული? თქვენ იცით სამყაროში ჩვენ იმდენი კულტურული ნაგავი გვაქვს დაგროვილი გულში, რომ შეიძლება გარჩევაც ძნელია ხოლმე. თქვენ ხედავთ ამას ბამპერ სტიკერებზე,
ამას ხედავთ ძაღლებთან მიმართებაში, პარკებთან, ყველგან გულს აკრავენ ისინი, ხო იცით? Kmart-ი, ან კიდე რაღაცა ჩემი გული და ჩემი სიყვარული და გულს უკავშირებთ რაღაცა ემოციებთან. და ეს არის ჩვენი პრობლემა, ჩვენი კაცობრიობის თანამედროვის პრობლემა. ჩვენ გულს უკავშირებთ ემოციებს. მიყვარხარ მთელი გულით. და კიდევ ძალიან ბევრი რაღაცები, რაც ემოციებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ეს არ არის ბიბლიური გამოყენება, როდესაც ბიბლია ახსენებს ტერმინ გულს. და საუკეთესო გზა ამის გასაგებად და გასამარტივებლად. ხედავთ, შეიძლება ესე ჩამოვაყალიბოთ პასუხი თქვენ კითხვაზე. გული არის ჩვენი არსების ბირთვი წმინდა წერილში. როდესაც ნახსენებია გული, ეს ნიშნავს ჩვენს არსებას. ბირთვს, ჩვენ მეობას, რაც ვარ ჩვენ. ეს არის ჩვენი ნაწილი, რომელმაც იცის, რომელიც ფიქრობს, რომელიც გრძნობს. ძველ აღთქმაში ნათქვამია, რასაც ადამიანი ფიქრობს გულში, სწორედ ის არის თავად. ზუსტ ციტირებას მე მოვიყვან იგავების 23-ია ეს მეშვიდე მუხლი, რაც ჯონმა მოიყვანა. რადგან როგორც გულში ფიქრობს, ისეთია იგი. ჭამე და სვიო გეტყვის, მისი გული კი შენთან არ იქნება. მე მჯერა, რომ გული ნამდვილად გონების ტოლფასია. აგრძელებს ჯონ მაკარტური. და ფიქრობ, როცა უყურებ უფლის შენი ღმერთის სიყვარულს მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით და ვერ ალაგებ ამ ოთხივე საკითხს, შენ იტყვი, ეს არის ეს არის ის, ეს არის ეს. და ჩვენ გვაქვს რაღაცა 4 თითქოს და პატარა მიდგომა და გარიგება, რომ ყველა ეს თითქოს და დამოუკიდებლად მიდის და დამოუკიდებლად უნდა იყოს. და ფიქრობ, რაც არა აქ არის ნახსენები, ის უბრალოდ ცდილობს ამ გზავნილის გადმოცემას, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს უფალი ღმერთი მთელი ჩვენი არსების, ყველა აბსოლუტურად უჯრედებით, ბოჭკოებით, ნევრონებით, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ აღვიქვავთ, შეუცვლელი განზომილებით, ყველაფრით ჩვენ უნდა დაპყრობილი ვიყავთ ღმერთის სიყვარულით. მაგრამ გული ეს არის ჩემი აზროვნების პროცესის შემადგენელი ორგანო და არსი. იქ მე მგონია, იქ მე ვიცი, იქ მე მესმის, იქ მე ვგრძნობ. ასე რომ ეს არ არის ემოცია გონების გარეშე. სწორედ ამის თქმა მინდა და ამის თქმას ვცდილობ ახლა მე. ახლა თუ გსურთ რომ ისაუბროთ ემოციებზე, მარტო ემოციებზე, ხო? ებრაულ კულტურაში ნახავთ რომ ემოცია ბიბლიაში ეს ნათარგმნია ავტორიზებულ ვერსიაში ჩვენს ნაწლავებთან, შიგნეულთან დაკავშირებით, მუცლის არესთან დაკავშირებით, შინაგანი ქვევით. და როდესაც ჩვენ უბრუნდებით მაგალითად ქება და ქება სოლომონის სიმღერას, როცა ის შეყვარებული კარებთან მიდის, ის ამბობს ამას ფაქტობრივად. ეს არის მეხუთე თავი, მეოთხე მუხლი, მე მოვიძიე. ჯონ მაკარტურის ეს თვითონ არ მიუთითებს ხოლმე ზოგჯერ, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მისმა მსმენელებმა იციან რა ადგილზეა ლაპარაკი, მაგრამ ქართველი მსმენელებისათვის და საჭიროა უფრო ზუსტი ციტირება მოვახდინოთ. ეს არის სოლომონის ქებათაკების მეხუთე თავის მეოთხე მუხლი. ხელი შემოყო ჩემმა მიჯნურმა კარის ღრიჭოდან და შემეძრა შიგნეული. ეხლა ეს შეიძლება თანამედროვე მსმენელისათვის არც ისე რომანტიულად ჟღერს, ხო? რომ ვინმე გოგოს რო უთხრა, შეიძლება კარიც მოგიჯახუნოს, ხო? გაღების ნაცვლად. იმიტომ რომ აქ ნათქვამია შინაგან ორგანოებზე. და ეს არის ის, სადაც თქვენ სწორედ გრძნობთ ემოციებს. აქ ახლა ჯონ მაკარტურმა ასე მოიყვანა იოანეს პირველი წერილის 3:16. თუ ამბობთ რომ გიყვართ ღმერთი და თქვენ მოყვას სჭირდება, საჭიროება დახურავთ თანაგრძნობის წიაღსო, მაგრამ იქ გული არის ნახსენები, მეც რო ჩავიხედე ყველა ქართულ თარგმანში. ესე რომ ეს არ ვიცი, ჯონ მაკარტურმა უბრალოდ ისე ლაფსუსად გაიხსენა თუ რატომ? იმიტომ რომ აქ გულია ნახსენები და არა შიგნეული, რაც ინგლისურად მან ახსენა. ასე რომ შეგიძლიათ მოიძიოთ პირველი იოანეს 3:16, ყველა თარგმანში არის გული ნახსენები. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, აგრძელებს ჯონ მაკარტური. თქვენ არ გძნობთ რაიმე ემოციას, არ გტკივათ მის საჭიროება, თუ როგორ მკვიდრობს თქვენში ღვთის სიყვარული. ასე რომ მე ვიტყოდი რომ ზოგადი გაგებით ებრაული გაგება იყო რომ გული იყო გონების წარმომადგენლობითი ან ექვივალენტური აზროვნების შესაძლებლობის ადგილი.
ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გიყვარდეთ ღმერთი მხოლოდ იმ გაგებით, რომ თქვენ უნდა იცნობდეთ ღმერთს და იცოდეთ მის შესახებ. ამიტომ რაც უფრო მეტს ვიცი მე ღმერთის შესახებ, მით უფრო შემიძლია მისი შეყვარება, თაყვანისცემა და მისი ქება. რაც უფრო მეტი ვიცი ღმერთის შესახებ, მით უფრო მზადა ვარ ჯეროდეს მისი ყველაფერი აბსოლუტურად. იმიტომ რომ მე ვიცნობ მას. მე არ შემიძლია ღმერთის შეცნობა, ხო? მე ვგულისხმობ, რომ უმეცრების ვაკუუმში ღმერთს მე ვერ მივენდობი ბრმად. ხედავთ ხომ, რასაც გულისხმობ? მე არ მჯერა, რომ ის მიხსნის, თუ მე მანამდე არ ვიცი, რომ ის არის ღმერთი, რომელმაც დაადასტურა, რომ ის არის მართლაც კაცობრიობის ხსნელი და ჩემი ხსნელი პირადად. მე ვერ დავიჯერებ, რომ ის გამაძლიერებს, თუ არ მეცოდინებოდა მანამდე, რომ ის არის უდიდესი, ყოვლადძლიერი, ხომ? ყოვლადძლიერი ღმერთი. მე ვერ დავიჯერებდი, რომ ის დამამშვიდებდა, თუ არ ვიცი მანამდე, რომ ის არის ნუგეშის ღმერთი. მაგრამ როდესაც მე ეს ვიცი, ეს არის უკვე ჩემი ცოდნა ღმერთის შესახებ, რომელიც აკონტროლებს და უკვე მოაქვს პასუხები ჩემთვის, ჩემს გონებაში. გახსოვთ ხომ აბაკუმ წინასწარმეტყველი? პირველ თავში, როგორ შეღაღადებდა ღმერთს. ხედავ? როდემდე უნდა ვიტირო ღმერთო? ჩამოდი და განსაჯე. ეს საშინელიერი ქალდეველები. ჩამოდი და დააყენე ფეხზე გააცოცხლე შენი ხალხი ისრაელი. და შემდეგ ღმერთი ამბობს, რომ მე გამოვიყენებ ქალდეველებსო ისრაელების გასამართლებად და განსასჯელად. და ამას ვერ იგებს, ამბობს აბაკუმი. რატომ აღარ აცოცხლებ შენ ხალხს და რატომ ჟიმათო? და როგორ შეგიძლია ესე მწარედ და ესე ძლიერად ამ რაღაცა წარმართული ქალდეველი ერით დასაჯო შენიერი? ასე რომ მას აქვს ძალიან საშინელი პრობლემა, ვერ იგებს ამას. ასე რომ ის მერე უკან იხევს და იწყებს იმის თქმას, რაც მან იცის ღმერთის შესახებ. ანუ იწყებს გახსენებას, რომელიც მას უცე მომენტალურად ემოციის გამო დაავიწყდა და იწყებს გახსენებას წარსულის დაგროვილი გამოცდილებისა ღმერთთან მიმართებაში. და ის იყენებს ესე ტერმინს, როგორც არის ყოვლის შემძლე ღმერთი. და ისაუბროს ღმერთის მარადისობაზე. და ის იხსენებს პრობლემის მიყოლებით. და ის იყენებს ღვთის აღთქმას, როგორც დაცვითი ტერმინი. და ის ამბობს, რომ ღმერთი ზედმეტად წმინდა იმისათვის, რომ შეხედოს ურჯულეობას და იგნორება გაუკეთოს ცოდვას. იმიტომ რომ ღმერთი არ დაუშვებს შეცდომებს. და ის იწყებს უკვე საკუთარ გონებაში თავისი სწორი თეოლოგიის ღმერთის შესახებ ცოდნის უკვე გახმოვანებას. ის იწყებს მისი ემოციების და გზნობების გაკონტროლებას, ასე რომ ბოლოს მესამე თავში, რასაც ის უკვე ამბობს ღმერთის შესახებ, იხსენებს უკვე ღმერთის მიერ ჩადენილ მთელ ისტორიას ისრაელთან მიმართებაში და ფაქტობრივად ამბობს, თუ სამყაროში ყველაფერი დაიწვება, განადგურდება, მე მაინც გავაგრძელებ ჩემს სიხარულს, ჩემ ხსნელ უფალში. თუ ყველა მოსავალი აოხრდება, ყველაფერი გაფუჭდება მთელ სამყაროში, სოფლიოში, მე მაინც კარგად ვიქნები და მე მაინც იმედიანად ვიქნები. ასე რომ უფლის შენი ღმერთის სიყვარული, მთელი გულით, სულით, გონებით, ძალით, ღმერთის მთელი გულით რწმენა, ღმერთის მთელი გულით მიდობა არის ღმერთის გულში შეცნობის საკითხი. და მაშინ უკვე ეს გავლენას ახდენს თქვენს გრძნობებზე და თქვენს ემოციებზეც. ასე რომ ეს არის ის განსხვავება, რომელიც თქვენ უნდა მოახდინოთ, როცა საუბარია ამ საკითხებზე. და ფიზიკურ გულთან ამას არანაირი საერთო არ აქვს. ამაზე ახლა მეტი თქმაც შეგვიძლია ჩვენ, მაგრამ ეს არის ძირითადი განსხვავება, რომ გული ეს არის აზროვნების, დამოკიდებულების, გაგებისა და ცოდნის ცენტრი. და სინამდვილეში არის ჩვენი გონება. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, პასუხისათვის გასაგებია.